მიდისათა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყოველი თქვენგანი. შეგეწიოთ დღევანდელი წირვის მადლი. წყალობა და მადლი არ მოგაკლოთ უფალმა. ჩვენ განვაგრძობთ მზადებას წმინდა დიდი მარხვისათვის და დღევანდელი კვირიაკე გახლავთ უკვე საშინელი სამსჯავროს ხსენების კვირიაკე. ასევე ეწოდება ამას ხორციელის კვირა, ხორციელის კვირა ეწოდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის ბოლო კვირა, როდესაც ხორცი იჭმევა, ეს არის ბოლო დღე, როდესაც ხორცი იჭმევა, კვირა დღე. ორშაბათიდან იწყება უკვე ყველიერის კვირა და ყველიერის კვირა მთავრდება უკვე ადამის 60-დან გამოდევნის ხსენებით. და ამის შემდეგ იწყება უკვე წმინდა დიდი მარხვა. ჩვენ ნახეთ გვახსოვს ალბათ ხო ჯერ იყო მეზორისა და ფარისევლის კვირა, შემდეგ ამას მოსდევდა უკვე უძღებიშვილის კვირა და ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე გახლავთ უკვე საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე, კვირიაკე და შემდეგი კვირა, როგორც გითხარით, არის ადამის 60-დან გამოძევების ხსენება. ამას ყველაფერს რა თქმა უნდა თავისი მნიშვნელობა აქვს და შემთხვევით არ არის დაწესებული ეს დღეები და ეს საკითხავები ამ დროს. ჯერ შეგვახსენებს ეკლესია იმას, რომ თავარი გადამრჩენელი თვისება ადამიანისა არის სინანული, სწორედ იმ მეზორის სინანული, რომელიც არ ინტერესდებოდა იმით, თუ რა ხდებოდა სხვა ადამიანების გულში, სხვა ადამიანების ცხოვრებაში, ვინ რას ცოდავდა, ვინ რას არ ცოდავდა, მას იმდენად აწუხებდა საკუთარი ცოდები, საკუთარი სინანული და ტკივილი, რომ თავის ზემოთ აწევასაც ვერ ბედავდა, ვერც კი ხვდებოდა თუ კიდე ვინმე იყო მის გარშემო იქ, მხოლოდ თვითონ განიცდიდა საკუთარ თავს ღვთის წინაშე, მხოლოდ განიცდიდა თავის ცოდვებს. არავის განკითხვის სურვილი არ ჰქონდა და იცოდეთ, რომ ყველა გულწრფელად მონანული ადამიანი ასე არის სწორედ. არ აინტერესებს ვინ როგორ ცხოვრობს, ვირა სულით უნდკავს, ვის რა უჭირს, ვის რას ცოდავს, იმას თავისი ცოდვა გასჭირვებია. თავისი თავი გაჭირვებია, იმიტომ რომ იცის, რომ თვითონ არის ძალიან მძიმედ დაცემული. ვერ ხედავს ის ვერავის გარშემო, არავის არ განიკითხავს, ჯიხს ირტყავს გულში და ღმერთს თხოვს, შეღაღადებს, ღმერთო მივხინე ცოდულს ამას, იმდენად უჭირს, ნახეთ მივხინე როგორი სიტყვა. ღმერთო შვება მომეცი, ლხენა მომეცი, იმიტომ რომ ტკივა, ძალიან ტკივა, ძალიან განიცდის იმ თავის ცოდებს. აი ამას შეგვახსენებს ეკლესია უპირველეს ყოვლისა და უფლისეს იგავი აპირისპირებს ფარისეულ ადამიანს, რომელიც შეიძლება გარეგნულად ბევრ რაღაცას აკეთებს სწორად, მაგრამ ამასობაში არის თვითკმაყოფილებაში და სხვისი გამკითხველი არის და ესეთ ადამიანს უფალი გმობს და წმინდა წერილი და განადიდებს და ამართლებს და უფალი ამბობს ამას პირდაპირ გამოვიდა მეზვერეო გამართლებულიო და მოგვიწოდებს ჩვენ მეზვერის მსგავსი სინანულისკენ. შემდეგი კვირა გახლდათ როგორც გითხარით უძღებიშვილის კვირა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ წინა კვირას ბევრი ვისაუბრეთ, რომ შეგვახსენებს ეკლესია, რომ ყოველი ჩვენთაგანი უძღებიშვილი ვარ და მე გაგიმახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ის მეორე ძმა არ უნდა გამოგჩეს ხედულობიდან, უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება სწორედ ის მეორე ძმა იმალებოდეს ჩვენში და ის მეორე ძმა და წინა კვირის ფარისეული სხვა შორის ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან, გვანან ერთმანეთს ძალიან. ადამიანს არც იმ მეორე ძმის აღმოჩენა უნდა ხოლმე საკუთარ თავში და არც იმ ფარისეველის. ყველას მეზვერე გონია ხოლმე მარტო თავის თავი და უძღებიშვილი და თლად ეგრეც არ არის საქმე. დღევანდელი დღე უკვე ნახეთ როგორი დღე არის. დღეს გახლავთ საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე და რატომ? და როგორი საკითხავი იყო წაკითხული ნახეთ, მათეს სახარებიდან 25 თავიდან იყო ამოკითხული სწორედ ის ადგილი, სადაც უფალი ეუბნება მოციქულებს და მოციქულთა სახით თითოეულ ჩვენგანს, თუ როგორ მოხდება მეორედ მოსვლა, თუ რა მოხდება ამ დროს, როგორ მოხდება განსჯა ადამიანებისა. მიაქციეთ ყურადღება ჩემო ძვირფასებო. არ ეკითხება ღმერთი ადამიანს, რამდენი უმაღლესი დაამთავრა. რამდენი სახლი ააშენა, როგორ სამსახურში მუშაობდა, რამდენი ქონდა შემოსავალი,
როგორ საუბრობდა, როგორ იმოსებოდა, რა ტანსაცმელი ეცვა, არ ეკითხება ამას არაფერს. ერთადერთი ნიშნით ხდება ადამიანების გარჩევა ერთმანეთისაგან და სამოთხისა და ჯოჯოხეთის მიკუთუნება. ეს არის მოწყალება. იცით რატო? იმიტომ რომ მოწყალება ეს არის საქმით დასაბუთებული სიყვარული. დილითაც ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით მიცვალებულთა ხსენების პანაშვიდის გადახდის შემდეგ. საქმით დამტკიცებული და დასაბუთებული სიყვარულია მოწყალება. და რას ეუბნება? ცხრებს პირობითად, ანუ იმ მორჩილ ადამიანებს და უფლის მორწმუნე ადამიანებს. მშიერი ვიყავი, მაჭამეთ. წყურო და წყალი დამალევინა. შიშველი ვიყავი, შემოსე. საპყრობილეში ვიყავი, მომინახული. სნეული ვიყავით, მომხედე და მიმკურნალეთ. დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული ადგილი, საუკუნიდან გამზადებული. მიაქციეთ ყურადღება. იცით რატო? იმიტომ რომ ღმერთმა წინასწარ იცის განჭვრეტილია წინასწარ. ბინარიანის ადამიანები, ვინც შეისმენენ უფლის სიტყვას, მისცემენ მას გულში აღორძინების საშუალებას და ცხონდებიან. გაოცებულები ეკითხებიან ეს ადამიანები, როდის გიხილეთ უფალო, როდის დაგეხმარეთ შენ? სად გიპატრონეთ, სად დაგალევინეთ წყალი, სად გაჭამეთ საჭმელი, სად გნახეთ შიშველი? ყოველი ადამიანი მე ვიყავი, ვისაც თქვენ ყურადღება მიაქციეთ, ვის მიმართაც მოწყალება გამოიჩინეთ, ყოველი ადამიანი მე ვიყავი. და დილითაც გითხარით და ეხლაც გაგიმეორებთ, ამას უფალი ისე კი არ ამბობს უბრალო სიტყვებად. და რაღაც მხატვრული შედარება კი არ მოყავს. ეს სიყვარულის, სრულყოფილი სიყვარულის მახასიათებელი თვისებაა, რომ სრულყოფილ სიყვარულს შეუძლია სხვა ადამიანი ბოლომდე გაითავისოს, თავის ტკივილიან, თავის მადლიან, თავის სოდვიანად. არ არის პირობითი ნათქვამი, რომ უფალმა ჩვენი ცოდვები იტვირთა და ჯვარზე აიტანა, ეს პირდაპირი გაგებით უნდა გავიგოთ. ისე შეგვიყვარა ღმერთმა ჩვენ და ისე გაგვითავისა, რომ თავის ჩადენილ ცოდვებად მიიჩნია ყველა ის ცოდვა, რომელიც ყველა ადამიანს ჩადენილი ქონია. ვინც მანამდე ცხოვრობდა და დღესაც ვინც ცხოვრობს და ამის მერეც ვინც ცხოვრობს ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ყველა ჩვენგანი ცოდვა, როგორც საკუთარი ცოდვა, ისე ჩათვალა თავისი ჩადენილი და ისე ავიდა ჯვარზე და იტვირთა ყოველი ჩვენგანისთვის განკუთვნილი სასჯელი. ჩვენ რეალურად რო გვეკუთვნოდა ის სასჯელი, იტვირთა მან, ვისაც რეალურად არ ეკუთვნოდა, მაგრამ მისი უზომო სიყვარულის გამო მიიკუთვნა მან ეს სასჯელი. აი ზუსტად ესე ითავისებს ღმერთი ყოველ ადამიანს და ამიტომ გეუბნება, ეს არ არის გადატანით და ჰიპერბოლებით საუბარი, პირდაპირი მნიშვნელობით გეუბნება, რომ ყოველი გაჭირვებული მე ვარ. და შენ თუ ყურადღება მიაქციე მათ, შენ თუ მოწყალება გამოავლინე მათ მიმართ, მოწყალე ყოფილხარ, მართლა ქრისტიანი ყოფილხარ, მართლა ყოფილა შენს გულში სიყვარული. აი ამით დასტურდება, შენ რეალურად დაგიდასტურებია შენი სიყვარული. იმიტომ რომ ღმერთი არ ჩანს, კეთილო ხალხო, იოანე მოციქული პირდაპირ გვეუბნება, თუ შენი ხილული ძმა არ გიყვარსო, უხილავ ღმერთს, როგორ შეიყვარებო? მატყუ არა ხარო და მეტი არაფერია. უხილავი ღმერთის სიყვარული უნდა დაასაბუთო ხილული ძმის სიყვარულით. თუ ეხლა ეგრე ადვილია რა, რომ ვიძახოთ, რომ ღმერთი გვიყვარს. აი შენი ძმა გიყვარს, აი ის გიყვარს ნერვებს რო გიშლის, რო გაბრაზებს, რო არ გიჯერებს. შენ რო სიკეთე გინდა იმისთვისა ის რო არც გიჯერებს და პირიქით ბოროტებას რო გიკეთებს, უგულოდ რო გექცევა, უმადურობას რო ამჟღავნეს შენს მიმართ, გიყვარს? აბა, ბიჭო, არ არის ადვილი ეგეთი ადამიანის სიყვარული. და აი ეგეთი უნდა შეიყვარო, ზუსტად აი მან სწავლო, მან იცდება ზუსტად შენი სიყვარული ამდენად შეგიძლია. აი თუ ეს შეძელითო და თუ იყავით მოწყალენიო ყოველას მიმართო, დაიმკვიდრეთო მარჯვენით გამზადებული ადგილიო თქვენთვისო, საუკუნო სიხარულში და ბედნიერებაშიო ეპატიჟება იმ ადამიანებს. შემდეგ მარცხენით მდგომებს მიმართავს. რა თქმა უნდა, ეს მარჯვენა და მარცხენა პირობითია, ხო? ალბათ ხვდებით. იმათაც მიმართავს მერე და ეუბნება, რომ თქვენო წარვედით ჩემგან წყეულნო მამისა ჩემისანო,
სატანჯველსა საუკუნესაო ეშმაკებთან აგზავნის, საუკუნო სატანჯველსი აგზავნის. ვინ, ხალხო? კაცს მოყარე მოსიყვარულე ღმერთი, რომელმაც სასუფეველისთვის შექმნა ეს ადამიანები. რამხელა სიმკაცრეს ავლენს. რატომ? შიოდა არ მაჭამეთ, წყურო და არ დამალევინეთ. შიშველი ვიყავი არ შემუსეთ, სნეული ვიყავი არ მომხედეთ, საპატიმროში ვიყავი არ მომინახულეთ. როდის უფალო, როდის სოდის გნახეთ, სად გნახეთ? ყოველი ადამიანი მე ვიყავი. ამათაც იგივეს ეუბნება. იცით რა, ყოველ წელს ვკითხულობ ჩვენ ამას. მაგრამ აი ბოლომდე ვერ ვიაზრებთ. მე ჩემგან გეტყვით რა. სულ ვცდილობ ყოველწლიურად სულ რაღაცა ახალი პატარ-პატარა ნიუანსი მეხსნება და შემოდის ჩემში რა. ალბათ ცოტა მილიმეტრებით ვიზრდები და იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ აი წარმოიდგინეთ რა, ეს ერთადერთი ნიშნით, ერთადერთი რამით აი ამით ახდენს უფალი გარჩევას. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რატომ? იმიტომ რომ ეს არის საქმით დასაბუთებული და დამტკიცებული სიყვარული და სარწმუნოება. რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ აქედან? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის, რომ ჩვენი სიყვარული ცოცხალი უნდა გახდეს. და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადამიანების სიყვარული, ხალხო. კიდევ ერთხელ გეუბნები, თუ შენ ადამიანის სიყვარული ვერ ისწავლე, თუ შენ ადამიანთან ვერ გამოხატე მოტკინება, იცულოვნება, თავგანწირვა, მიტევების უნარი არ გამოავლინე, დათმობის უნარი არ გამოავლინე, თუ ვერ მოერიე შენს ეგოს, შენს ამპარტავნებას და ვერ შეიყვარე ადამიანი ისე როგორც საჭიროა და საქმითაც ვერ გამოხატე, ტყუილად არ უნდა გქონდეს სასუფეველის მოლოდინი. იცოდე რომ სხვაგან ხარ. იცოდე რომ ეშმაკს ემსგავსები შენი ეგოიზმით, შენი მიუტევებლობით, შენი უმოწყალობით და არ უნდა გქონდეს იმედი იმისა, რომ უფლის სასუფეველში დაიმკვიდრებ. შენ თვითონ განაშორებ შენს თავს უფალს. ჩვენი სიარული ეკლესიაში უნდა იყოს ცოცხალი. ყოველი ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს ცოცხალი. ჩვენ ცოცხალი რწმენა უნდა ვისწავლოთ. ცოცხალი ღმერთის რეალური შეგრძნება უნდა ვისწავლოთ გულში და მისი სიყვარული უნდა ვისწავლოთ. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ადამიანის სიყვარულით ისწავლება ეს მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ ღმერთს ვერ ვხედავთ, მაგრამ ვხედავთ ღმერთის ხატებას. სარკეს ჩაიხედე და დაინახავ ღმერთს. ერთმანეთს შეხედეთ და ღმერთს დაინახავთ. ღმერთის ხატი ხარ თითოეული თქვენგანი. და მე თუ მინდა რომ ღმერთი მიყვარდეს, თქვენ უნდა შეგიყვაროთ. თითოეული ჩვენგანის დავალება ეს არის. რამდენად შევძლებთ ერთმანეთის სიყვარულს. ეკლესია როგორც ფიზიკურად გვამზადებს მარხვისათვის, აი თანმიმდევრობით, ხო? რომ ჯერ ნელ-ნელა ხორცს გაკლებს და მერე უკვე იწყებ ჯერ ყველიერი და მერე იწყება უკვე მარხვა, აი ესე სულიერადაც გვამზადებს, რომ ჩვენი მარხვა იყოს რეალური და ნამდვილი. შემდეგ უკვე ეს სწორედ აი ამ კვირის 4 შაბათიდან დაიწყება უკვე ჩვენი ალბათ ყველასათვის საყვარელი ლოცვა, ეფრემასურის ლოცვა, რომელიც არის აი პირდაპირ მალამოსავით ედება გულს და როგორც ანტიბიოტიკი ისე გშველის რა. თუ რა თქმა უნდა ამას გულწრფელად წარმოვთქვათ და მთელი გულით ვცდილობთ რომ თქვათ ეს ლოცვა. აი პირდაპირ წამალია რა. ებრძვის ჩვენში დაბუდებულ ეგოიზმს, უნებას, ეშმაკს, განსდევნის, თუკი ჩვენ ამ ლოცვას გულწრფელად ვიტყვით ხოლმე და გზას უხსნის უფლის მადლს რომ შემოვიდეს ჩვენს გულში. და აი მოდი აი შევემზადოთ ესე ჩემო ძვირფასებო. გაგაძლიეროთ უფალმა, დაგლოცოთ, წყალობა, სიკეთე არ მოგაკლოთ თითოეულ თქვენთაგან, სოცხალი სარწმუნოება მოგცეთ ღმერთმა და მინდა რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ მიზეზი ჩვენია ეხლა აი ამ ღამის წირვისაც ეს გახლავთ რომ აი ესე სწრაფად გადის ჩვენი დროც, ჩვენი ცხოვრების დღეები, 40 დღე გავიდა უკვე ჩვენი ზურიკოს გარდაცვალებიდან და სწორედ დღევანდელ დღეს გახლავთ მე 40 დღე, ამიტომაც
დილით რომ არ დავგვიანებოდა ჩვენ წასვლა, ამიტომ წირედ ღამე მამებმა რომ ის მამები რა თქმა უნდა ვინც დილით მივდივართ, მამა მიქაელი რჩება და დილით დიდტაძარში ისიც აღავლენს რა თქმა უნდა წირვას. და მინდა რომ გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს რომ თითო ლუცვა მაინც გულში მთელი გულით თხოვოთ უფალს რომ ღმერთმა შეუნდოს და მიუტევოს ზურას თავისი ცოდები და დაამკვიდროს იქ სადაც მართალნი განისვენებენ. დაგლუსოთ ღმერთმა გაგახაროთ წყალობა, მადლი და სიკეთე არ მოგაკლოთ. ჩვენთან არის ღმერთი.